მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე იწყებს მუშაობას. რამდენიმე საათის წინ გერმანიის ქალაქ მიუნხენში რიგით 42-მე უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერიმ წარმოთქვა. კონფერენციის მსოფლიოს ლიდერები და სამხედრო ექსპერტები ესწრებიან. მე შეგახსენებთ მიუნხენიდან სატელეფონო ხაზზეა ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე. ანა, მოგესალმები. ანა, გესმის შემიხნა? მოგესალმებით, მაკა. ანა, კონფერენციაზე რა თემები იქნება განხილული? მაკა, გეტყვი რომ ამ კონფერენციაზე ძირითადი თემა სათავიდან გამომდინარე არის უსაფრთხოება, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, საკითხები, რომლებმაც შესაძლოა რომ კითხვის ნიშნის დაატანოს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ცივილიზებული სამყაროს თითოეული წევრი, ექსპერტები, როგორც შენ უკვე აღნიშნე, ანალიტიკოსები, მაღალჩინოსნები სხვადასხვა ქვეყნიდან შევლობენ იმაზე, როგორ შეიმუშავონ ისეთი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შესაძლებლობს გახსნის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული მთელს მსოფლიოში. როგორც შენ უკვე აღნიშნე, სიტყვა ხელმძღვანელი ამ უსაფრთხოების კონფერენციის ვინც გახსნა კონფერენცია და გააკეთა პირველი განცხადება, ეს არის თავმჯდომარე. მან მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ზოგადად ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე, რაც თქმა უნდა იქიდან გამომდინარე, რომ ერაყის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით. ამ თემაზე იქნება საუბარი და დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ერაყის თემა აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ არა მხოლოდ გერმანელი მაღალჩინოსნები, არამედ ზოგადად მაღალჩინოსნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და წერტილიდან, მაგალითად დღევანდელი დღე გამორჩეულია იმით, რომ არის შედარებით მსუბუქი იმ კუთხით, რომ არის გამხსნელი დღე, უკვე თემების დაიჭვირთება ხვალინდელი დღე, იქნება განხილული არა მხოლოდ გერმანიის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში, არამედ ზოგადად ამერიკის, აზიის ზრდის საკითხი, ასევე ახალი იარაღები, ეს იქნება ასევე ახალი მონაცემების, ახალი პარამეტრების გარემოს ენერგეტიკის ჩართვა უსაფრთხოების კუთხით. დღეს გამოსვლებს შორის არიან ისეთი პირები, რომლებიც მაგალითად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი. ხვალინდელი დღე არის უფრო მნიშვნელოვანი, დილიდან დაიწყება საკითხების განხილვა და მაშინ მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ასევე ამერიკელი კონგრესმენი ჯონ მაკეინი, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კათრინ ეშტონი, რომელიც ურიდებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს. ხვალინდელი გამოსვლისას დრო დაეთმობა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ჩვენ დღეს შევხვდით და ვესაუბრეთ რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელმაც არის სულ კომენტარის გაკეთება, მაგრამ გადაგვამისამართა თუ შეიძლება ესე ითქვას ხელისუფლებასთან, გითხრა ასე ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომ აგვაქვს ხელისუფლების განებავდა და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებდა ჩვენთან კომენტარს. მოკლედ ჩვენ ველოდებით მოვლენების განვითარებას, თემებს, რომლებიც იქნება ხვალინდელი დღიდან მოყოლებული უკვე ძალიან აქტიურად განხილული და ჩვენ დაგიბრუნდებით მოვლენებით, ვიქნებით მოვლენების ეპიცენტრში და შემოგთავაზებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს თუ კომენტარს, რომელიც გაკეთდება მიუნხენში. მადლობა ანა, მე შეგახსენებთ სატელეფონო ხაზზე მიუნხენიდან ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე საუბრობდა, სადაც ამ დროისთვის რიგით 42-მე უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კონფერენციას მსოფლიოს ლიდერები და სამხედრო ექსპერტები ესწრებიან. ფორუმის განმავლობაში კი მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე იმშელებენ. გარდა ამისა, მთავარ თემას ირანთან არსებული ბირთვულ კონფლიქტი, ასევე ევროზონის კრიზისი, ევროკავშირში გერმანიის ლიდერობა და გასული წლის არაბული გაზაფხულიც წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერ ვიქტორია ნულანსკი ჟურნალისტებმა 2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე კითხვა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებაც დაუსვეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრად დარჩენის შესაძლებლობას ეხებოდა. კითხვის ავტორი დაინტერესდა, განიხილეს თუ არა ეს საკითხი თეთრ სახლში ან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე. ნულანდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც ქართული სამხედრო რეფორმების დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამაზეა დაფუძნებული. ნულანდმა ისიც აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობას გულისხმობს, რაც მათ ნატოსთან თანამშრომლობასაც უწყობს ხელს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან დასძინა ნულანდმა. During that Oval Office visit, I think it was President Obama
პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი სურვილი რომ გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებში. ჩვენ მხარს უჭერთ პოლიტიკური განვითარების გაძლიერებას საარჩევნო სეზონის ჩათვლით, რომელიც მათ წინელით. მაგრამ განიხილეთ თუ არა ეს სპეციფიური საკითხები მასთან. ფიქრობ თეთრმა სახლმა ღიად განაცხადა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. დიახ. შეიძლება რადიკალური ვარ, მაგრამ რამდენჯერაც დათმობაზე წავსულ ვარ რეფორმებთან დაკავშირებით ყოველთვის მინანია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით რეფორმების გატარებისას შესაძლოა შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ საქართველოს რეფორმებამდე და რეფორმების შემდეგ რადიკალურად განსხვავებულია და ამავე დროს მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო ჰაბი გახდა. პრეზიდენტის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ობამასთან, რომელმაც საჯაროდ სატელევიზიო კამერების წინ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატების თვალსაზრისით მთელი რეგიონის მოდელად. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 10 წლის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ბანკში მიიწვიეს და მთელი საათის განმავლობაში აკრიტიკებდნენ და არავინ დახმარებია. 10 წლის შემდეგ კი ის მივიდა მსოფლიო ბანკში, რათა წარედგინა ის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შესახებაც პირველად ისტორიაში გამოჩნდა კვლევა კორუფციის დაძლევის შესახებ, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 27 მსჯავრდებული კი პირობით ვადამდე გათავისუფლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელ ახსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ. შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება. 5-წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელ ახსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით. საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივ მოქმედი კომისია პერიოდულად არანაკლებ 3 თვეში ერთხელ განიხილავს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 35 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სოფიკო ნიკოლაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალად ედება პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო ტარება. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. წინა სასამართლოს ხდომა კი 2012 წლის 9 მარტს 13 საათზე დაინიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიმაჩნია სწორად, რადგან მარტო ის, რომ მას წარდგენილი აქვს განსაკუთრებით ძიმე კატეგორიის დანაშაული, არ შეიძლება აღკვეთი ღონისძიების დაპატიმრების გამოყენების საფუძველი გახდეს. სოფიკო ნიკოლაშვილი არის 20 წლის, აქვს საცხოვრებელი სახლი, ყავს მშობლები და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ვიშუამდგომლობთ, რომ არ უნდა შეფარდებოდა აღკვეთი ღონისძიება, აღკვეთი ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით მაინც შევთავაზეთ სასამართლოს 10,000 ლარი. უკვე შევიდა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. დაახლოებით ადრესში უკვე სააპელაციო სასამართლოც ნოტარიულად დაადასტურებს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და ამის შემდგომ ჩვენ უკვე გვაქვს ამოწურული გვექნება საქართველოში შიდა სამართლებრივი გასაჩივრების საშუალება და ჩვენ აღკვეთის ღონისძიებას გავასაჩივრებთ ევროპულ სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილება არის ტენდენციური და მიუღებელი. ჩემი გააქტიურების შემდეგ სოფიკოს მოუწყეს პროვოკაცია. ეს იყო ჩემზე დაგეგმილი პროვოკაცია, ხაფანგი დაგეგმილი, რომელშიაც გაება სოფიკო. გახეთი საინფორმაციო ცენტრმა განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების ბრალდები დაკავებული ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალა მოიპოვა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი მომხდარის დეტალებს აღწერს. სიბაშვილის თქმით, ნიკოლაშვილის თხოვნითის შეხვდა დაკავებულს, რა დროსაც ნიკოლაშვილი მის მოკვლას შეეცადა. შეგახსენებთ, სოფიკო ნიკოლაშვილი სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ. კავკასიის ჰელსინკის ჯგუფიდან გუშინ თანამშრომელი დაითხოვეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია მაესტროს კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. სანდრო ბრეგაძის განმარტებით ეს ადამიანი კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის ოფისში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებასაც აპირებდა. კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს თავი დაანებონ მათ ორგანიზაციაში აგენტების შეგზავნას.
გუშინ ჩვენი ორგანიზაციიდან გაშვებული იქნა ადამიანი, რომელიც უშუალოდ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებიდან შემოგზავნილი, ეგრეთ წოდებული აგენტურული ქსელის წარმომადგენელი, რომლებიც ცდილობდა მაქსიმალურად ინფორმაციების გატანას და შესაძლოა კი არა გვაქვს ამის ფაქტებით, რომ გარკვეული აპარატურის დამონტაჟებასაც ჩვენ ოფისში და მინდა მიმართო საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ თავი გაანებონ ჰელსინკის ჯგუფში ესეთი ტიპის აგენტების შემოგზავნას, იმიტომ რომ თუ კი მათ აგენტების და სპეცსამსახურების მუშაობა სურთ, მაშინ იმუშაონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ახალი მემარჯვენეები საქართველოს ეროვნულ ბანკს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება კომერციული ბანკების მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებას. ახალი მემარჯვენეების წევრი ლევან კალანდაძის განმარტებით რეგულაცია არა მხოლოდ უცხოეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება. მისივე თქმით, ბანკებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენისა და სპეციალური მონიტორინგის დაწესების ვალდებულება ნეგატიურად უნდა შეფასდეს, რადგან ამას აშკარად პოლიტიკური კონტროლის ელფერი აქვს. გარდა ამისა, კალანდაძის განცხადებით ეს აუცილებლად გამოიწვევს კომერციული ბანკების პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და უარყოფითად აისახება მათ მიმართ ნდობის ხარისხზე. პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ეს ახალი რეგულაცია არის უნდა შეფასდეს აუცილებლად ნეგატიურად მათ პირად ცხოვრებაში ჩარევად და გარკვეული პოლიტიკური ინსტრუმენტის იმდენად მას პოლიტიკური კონტროლის ელფერი დაკრავს. გარდა ამისა, ეს აუცილებლად გამოიწვევს თავად კომერციული ბანკების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და გარკვეული თვალსაზრისით საზოგადოებების საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას მათ მიმართ. ეროვნული ბანკი კი ახალი მემარჯვენეების ბრალდებებს პასუხობს და ბანკებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულების შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. დეფინიციის შინაარსის მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ განმარტავთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად პოლიტიკურად აქტიური პირია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა ან ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ბრალდებების ავტორებს ვიდრე საჯარო განცხადებების გაკეთებას გადაწყვეტენ ყურადღებით გაერკვენ საკითხში, წაიკითხონ კანონმდებლობა, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებს და გამოცდილებებს. ასევე ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვით მიმართონ ეროვნულ ბანკს და დაუყოვნებლივ მიიღონ კვალიფიციური განმარტებები, ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ბანკი აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ახალი მემარჯვენეებმა დაადანაშაულეს. დღევანდელ ვითარებაში გამარჯვება უნდა გამოიტანოს ბიძინა ივანიშვილმა. რესპუბლიკური პარტია ამასში უბრალოდ ეხმარება. ამის შესახებ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, რესპუბლიკელები ყოველთვის მზად არიან მიაწოდონ ბიძინა ივანიშვილს რჩევები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს კოალიციაში თავად ბიძინა ივანიშვილი იღებს. მისივე თქმით, კახაკუკავას კოალიციაში გაწევრიანების საკითხი არ განხილულა და არც დასმულა. კოალიციის წევრებს მასთან შეერთების სურვილის შესახებ არც თავისუფალი საქართველოს ლიდერი განაცხადი მიუღიათ. დემოკრატიულ სამყაროს, რომ ამისთვის ქვეყანა არ და იწურება და მისი ხელისუფლების საკმართა ერთკაცი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის იმაზეც თვითონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესდება ხოლმე ჩვენი აზრებით ამა თუ იმ თემაზე, ამა თუ იმ რეგიონზე, ამა თუ იმ პიროვნებაზე, ჯგუფზე, გუნდზე, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. რესპუბლიკური პარტია გადაწყვეტილებებს იღებს რესპუბლიკურ პარტიაში წევრების მიღების ან არ მიღების თაობაზე. ეს არის ჩვენი შეთანხმება და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ კუკავას საკითხი აი ამ ფორმირების პროცესში მყოფ კოალიციაში შემოსვლის თაობაზე კოალიციაში არ განხილულა, არ დასმულა არც ერთი სუბიექტის მხრიდან, არც ივანიშვილის მხრიდან, არც ჩვენი მხრიდან, არც თავისუფალი დემოკრატების მხრიდან და არც ბატონი კუკავასგან მიგვიღია რაიმე განაცხადი, რომ მინდა თქვენთან ვიყო და გამეცით პასუხიო. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პარტიის პრეზენტაციის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდება კოალიციის საქალაქო შტაბები, რის შედეგადაც მოსახლეობასთან შეხვედრებით თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც დაიწყება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მისივე თქმით, რამდენიმე რეგიონში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე გამართა, თუმცა უსუფაშვილი აღნიშნული რეგიონების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ივანიშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. მე რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში ამ მოვლენების, ვიცი რომ ბატონი ბიძინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და მისი გეგმები პოლიტიკური პარტიის ფორმირების თვალსაზრისით არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქალაქეობის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მე ველი რომ უახლოეს ხანებში უშუალოდ მისგან იქნება ამ თემაზე კონკრეტული განცხადება და საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ, მუშაობა მიდის. მე ვიცი რომ ის იყო რეგიონშიც, ქონდა საუბარი ძალიან ისეთ ვიწრო წრეში ადამიანების. მე არ ვიტყვი ამას და ვერ ვიტყვი ამ წუთში. მინიმუმ 2 რეგიონში იყო ბატონი ბიძინა, მას შემდეგ რაც, ბოლო, არ ვიცი, 2 თვეში თუ რაღაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი ის რომ ბატონი ბიძინა მხოლოდ ასეთ შეხვედრებს გააგრძელებს რეგიონებში. იქნება სხვა ტიპის შეხვედრებიც სათანადო დროს და სათანადო თემაზე, სათანადო ადგილზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ალასანია სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას აპროტესტებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით წლის დასაწყისში სამეგრელოს ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 62,000 ლარად ღირებული პრადოს მარკის ავტომანქანა გადასცა, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავასკი ზუგდიდის ბიუჯეტიდან Toyota Land Cruiser-ის მარკის ავტომანქანის შესაძენად 125,000 ლარი გამოიყო. ალასანიას ინფორმაციის დეპარტამენტისთვის ავტომობილის შეძენა სპორტის განვითარების ცენტრის სუბსიდიების 125,000 ლარი შემცირების ხარჯზე მოხდა. ორივე შემთხვევაში მხოლოდ მე ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული პროცედურისა იმ მოტივით, რომ ცენტრალური ხელისუფლების ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობაზე დელეგირებული არ არის და იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილება დელეგირებული არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებული არ არის ანაზღაუროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები. ლეიბორისტების განცხადებით თურქეთის სახელმწიფო აჭარის კულტურულ, ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიას ახორციელებს. ამის დასადასტურებლად კი სოსო შატბერაშვილმა მიწების ქონების ბიზნესის მასობრივი შესყიდვა თურქულენოვანი სასწავლებლების მიზან მიმართული გახსნა და ბათუმში თურქეთის სულთნის აბდულაზიზიეს სახელობის გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობა დაასახელა. ამ მიზეზების გამო ლეიბორისტული პარტია თურქეთის ხელისუფლებას პროტესტს უცხადებს, თურქეთის ელჩს კი საპროტესტო წერილს უგზავნის. კონსტიტუციის 52 მუხლის თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რომ შეიტანოს საჩივარი საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, ვინაიდან ფიქრობთ, რომ ის თანხები, რომელიც გვექვითება კომუნიკაციების კომპანიებიდან, არის შეუსაბამო და დაუსაბუთებელი. ჩვენი მოთხოვნა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბალანსზე აირიცხოს ის თანხები, რომელიც ჩამოგვეჭრა და ასევე არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა ის, რომ დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა კომუნიკაციების კომპანიებს, რათა თანხის დარიცხვა მოხდა შეუსაბამოდ. მიიღო წარმოებაში აღნიშნული საჩივარი, მინდა განმარტო, რომ 112 ნუმერაციის ეროვნული დებულების თანახმად განსაზღვრულია საგანგებო სამსახურისთვის. ამ სამსახურის დებულება მთავრობამ დაამტკიცა და განსაზღვრა წესი, თუ როგორ იმუშავებს ეს სამსახური, რა საფასურად და ასე შემდეგ. ამიტომ მარეგულირებლის ფუნქციას ვერ ვხედავ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ მრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ დღეს განვლილი პერიოდის საქმიანობა შეაჯამა და სათაო ოფისის პრეზენტაციაც გამართა. კომისიის ოფისი ცესკოს მედია ცენტრის ყოფილ შენობაში განთავსდა. სათაო ოფისის გარდა კომისიის კიდევ 10 ოფისი რეგიონებში გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ პრესკონფერენციაზე განუცხადა, კომისიამ პირველი მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, რომელიც 15 ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მუშაობის მეორე ეტაპზე გადადის. კაციტაძის ინფორმაციით კომისიის მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი გარდაგარის პროგრამაში ჩართული 11,000 ადამიანისა და ოფისებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებას მოხმარდება. ამ მრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ 15 ნოემბერს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა, კომისიაში 21 სუბიექტია გაერთიანებული. ასევე რეგიონული წარმომადგენლ-მარტის პერიოდში კომისიამ უზრუნველყო შეძლო მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, რომ სრულფასოვანი სამართლებრივი ბაზა შეექმნა. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტიდან, დევნილთა სამინისტროდან,
სასამართლოდან, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან და რაც მთავარია სამოქალაქო რეესტრიდან ჩვენ უკვე გუშინ დავასრულეთ და მივიღეთ განახლებული ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით და ჩვენ მოკლე ხანში უზრუნველყოფთ ამ ახალი მონაცემების შერწყმას დღეს არსებულ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან, რომელიც გახდება ჩვენი მეშვეობით საჯარო. არასამთავრობო ორგანიზაცია დაზარალებულ მენეშენეთა ასოციაციამ ფონდღია საზოგადოება საქართველოს ოფისში ფოტოგამოფენა და ფილმის ჩვენება გამართა. ორგანიზაცია სამშენებლო კომპანია ცენტრპოინტის მშენებლების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისგან შედგება. ჩვენებაზე ცენტრპოინტის მიერ კერძო საკუთრების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები აისახა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამშენებლო კომპანიებისა და ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. გამოსათხოვარი ვალსისა და სალაღობო ტრფობანის შემდეგ გამოცემობა დიოგენემ გამოსცა ცნობილი ჩეხი მწერლის მილან კუნდერას მესამე რომანი შეუცნობელი. ეს რომანი არის მისი ერთ-ერთი ბოლო საუკეთესო რომანი. წიგნში მოქმედება ძირითადად ხდება პრაღასა და პარიზში და ნოსტალგია და ემიგრაცია წიგნის მთავარი თემებია. შეუცნობელი არის მილან კუნდერას ბოლო რომანი. და მაინტერესა თვითონ თემა, ნოსტალგიის თემა. ეს არის ფსიქოლოგიური რომანი, ძალიან ღრმა წვდომა გმირთა ფსიქოლოგიაში და განცდები, რომელიც უბრალოდ ინდივიდუალურია. იგი გვიყვება ჩეხეთში რუსული ჯარის შეჭრის ამბავს და მისთვის, როგორც წარმოშობით ჩეხისთვის, ეს ძალიან მტკივნეულია. ამდენად მე მგონი საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის ეს ნაწარმოები. იქ არის ბევრი ისეთი ჭრილობები, რომლებიც ჩვენთვის ახლობელია. ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის სახელწოდებით 2011 წელს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი პრეზენტაცია შედგა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ომბუდსმენები ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წელს 75 მშვიდობიანი აქციის მონიტორინგი ჩაატარა და დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები ძირითად შემთხვევებში დაირღვა, პოლიციელებმა კი ძალას გადაამეტეს. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემები როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში კანონმდებლობის დახვეწის შესახებ სახალხო დამცველიც საუბრობდა, თუმცა გიორგი ტუღუშის თქმით, კანონმდებლობა არ არის ისეთი პრობლემატური, როგორიც პრაქტიკა. ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა, მხარდაჭერილია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ და 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე ჩატარებული აქციების მონიტორინგს ასახავს. ჩვენ მოვახდინეთ სისტემატიური მონიტორინგი საქართველოს შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით. სულ 75 მშვიდობიანი დემონსტრაცია და აქცია იყო, ასე ვთქვათ, შესწავლილი ჩვენი მონიტორების მხრიდან. გამოიკვეთა ის, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები როგორც საკანონმდებლო, ასევე მშვიდობიანი შეკრების თავისუფალი განხორციელების თვალსაზრისით. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული დარღვევა, მათ შორის მოხდა სწორედ 26 მაისის ცნობილი მოვლენები, აქ იყო ასევე იანვრის მოვლენები, ვეტერანთა აქციის დარბევა, იყო ასევე მარტში, ასევე მაისში სხვა რამდენიმე დემონსტრაციის დარბევა, რაც მეტყველებს ნათლად იმაზე, რომ სერიოზული პრობლემებია შექმნილი ამ მხრივ საქართველოში. გაკეთებულია რამდენიმე შეფასება, რომელიც უკავშირდება იმ ხარვეზებს, რომლებიც დღემდე რჩება კანონმდებლობაში და მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის დახვეწა შეიძლება გაგრძელდეს შემდგომაც იმ კუთხით, რომ მთლიანად მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, ის პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც მე ვიტყოდი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ასახული ანგარიში, რომლებიც უკავშირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ამ უფლების რეალიზებას. აქ საუბარია როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის და ჯარიმების გამოყენებაზე და ზოგადად სასამართლო სისტემის საქმიანობაზე ამ უფლებასთან მიმართებაში, ასევე იმ აქციებზე, რომლებიც დაშლილი იყო და გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა პოლიციის მიერ. კავკასიის ჰელსინკის ჯგუფმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ამის შესახებ კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ, კერძოდ 1992 წლის 3 იანვარს მომხდარ ფაქტზე, სადაც ხაჭაპურიძის განცხადებით შეერაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. ამასთან ხაჭაპურიძის თქმით, კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც 1992 წლის 2 თებერვალს მოხდა შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით 1992 წლის 2 თებერვალს მასობრივი საპროტესტო მსვლელობისას კრიმინალურმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან დემონსტრანტებს, სადაც მოკლული იქნა 23 ადამიანი. 92-დან 94 წლამდე
საკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქუჩებში დაცხრილული იქნა 600-მდე მშვიდობიანი მომიტინგეები. ამ ადამიანების მკვლელობის ფაქტები დღემდე გამოუძიებელია. უფრო მეტიც განცხადებაც კი არ იყო შესული. ჩვენ კავკასიის საელჩიკის ჯგუფმა გუშინ განცხადებით ვიმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ მურთაზ ზოდელავას, რომ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას ამ ადამიანების მკვლელობაში. განცხადება ჩაბარდა პროკურატურას, დღეს შევეხმიანეთ და ეს განცხადება თავად ბატონ მურთაზ ზოდელავას დაწერია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაიწყება გამოძიება. ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლება კი ზურაბ ჟანიას ხსოვნას პატივით 15-წუთიანი დუმილით მიაგეს. ახალგაზრდები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებული პირების დასჯაც მოითხოვეს. ჩვენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ვაპროტესტებთ ბატონი ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეს, რომელიც არ არის ბოლომდე გამოძიებული და ძალიან ბევრი კითხვა არის დარჩენილი, რაც უპასუხოდ არის დარჩენილია. ამით პატივს მივაგებთ ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაში და კერძოდ ახალგაზრდებში კიდევ არის კითხვები პასუხგაუცემელი და ასევე მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სადაც პრემიერ-მინისტრის სიცოცხლე არ არის დაცული, როგორ შეიძლება ახალგაზრდებმა ვისაუბროთ საკუთარი სიცოცხლის დაცულობაზე. უკვე 7 წელი გავიდა, რაც პრემიერი არის მოკლული და ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად მოხდეს გამოძიება და ყველა იმ დამნაშავე პირის დასჯა. პრემიერ-მინისტრი იყო ქართული საზოგადოების და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი შემქმნელი და ამ ადამიანების გარდაცვალებას ჩვენ არ შევარჩენთ. გამოძიება ადრე თუ გვიან დაიწყება, მაგრამ ჩვენ დღეს მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ჩატარდეს დაუყოვნებლივ გამოძიება და გამოძიებული იქნას ყველა მონაწილე პირი, რომელსაც დანაშაული მიუწვეს ამ საქმეში და ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მიეგოს სათანადო პატივი. თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებისგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალების გამოძიებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით საზოგადოების უნდობლობის ხარისხი დღესაც მაღალია. დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სრული სიმართლე სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და უმაღლესი თანამდებობის პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვუერთდებით მოთხოვნას, რომ გახდეს გამოძიების მასალების გასაჯაროება, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ნათქვამია განცხადებაში. პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულმა პოლიტიკამ დიდი დანაკლისი განიცადა. დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი შესრულდა. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწავნელი აირს ემსხვერპლა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს მისი დაღუპვის ამ ვერსიის არ ჯერა. ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მეცნიერების მხარდაჭერით ეკოლოგიური ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც მოძრაობა საქართველოს მწვანეები შეიქმნა. მისი ხელმძღვანელი კი ზურაბ ჟვანია აირჩიეს. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ის ევროპელ მწვანეთა პირველი თანათავმჯდომარე გახდა. 1993 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, თუმცა ეს პოსტი მან 2001 წლის ოქტომბერში დატოვა. 2002 წლის ივლისში ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად პარტია გაერთიანებული დემოკრატები ჩამოაყალიბა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს. ყოფილი პრემიერი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდობის პანთეონშია დაკრძალული. საქართველოში ყოველ 1000 ცოცხლად შობილზე განვითარების თანდაყოლილი ანომალიით ყოველწლიურად დაახლოებით 53 ახალშობილი იბადება. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კონფერენცია გაიმართა, სადაც თანდაყოლილი ანომალიები და მიზეზები განიხილეს. სტატისტიკის მიხედვით თანდაყოლილი ანომალიები მთელ მსოფლიოში ბავშვების სიკვდილის წამყვანი მიზეზია. 33 ახალშობილიდან თანდაყოლილი ანომალიით დაახლოებით 1 ბავშვი იბადება, ხოლო ყოველი 5 ახალშობილიდან 1 განვითარების მანკით იღუპება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა ცნობით თანდაყოლილ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული გულის მანკია. სწორედ ამიტომ ცენტრში დაავადების პრევენციის გეგმაზე მსჯელობენ და მიიჩნევენ, რომ ორსულობისა და ორსულობამდე პერიოდში დედის ჯანსაღი ცხოვრების წესი თანდაყოლილი ანომალიის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
სწორედ ამ სტრატეგიაში ჩვენ ვკითხულობთ. წლევანდელი თემა არის გულის თანდაყოლილი მანკები, გულის ანომალიები, კერძოდ ცხოვრების ორსულობის პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, ასევე გარკვეული სხვა პრევენციული ღონისძიებებით ამ გარკვეული ნაწილი ამ მანკებისა შესაძლებელია მათი თავიდან აცილება. გარდა ამისა, სახელმწიფო ახორციელებს გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის პროგრამას და ასეთი ტიპის სამსახური არის მისაწვდომი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. წლევანდელი წლის დევიზი სწორედ გულს ეხება, ახალშობილის ჯანსაღს. უნდა აღვნიშნო, რომ გულის ჩამოყალიბება, განვითარება იწყება ორსულობის პირველი დღეებიდანვე და შეიძლება ქალბატონმა არც იცოდეს, რომ ორსულად არის და ამ დროს უკვე გულის განვითარება მიმდინარეობს. აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების დაცვა, მათ შორის აუცილებელია დაურსულებამდე ერთი თვის განმავლობაში მაინც ქალბატონი ღებულობდეს ფოლიუმის მჟავას 400 მიკროგრამს რაოდენობით ექიმთან მუდმივი კონსულტაცია, მით უმეტეს თუ ან ოჯახის ისტორია არის ამ დაავადების მხრივ, ანუ ანამნეზით ატვირთული ასეთი ტიპის დაავადებით. ომუშევართა კავშირმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ პოლიტიკურ პარტიასთან, თავისუფალ საქართველოსთან და სოციალ-დემოკრატებთან გააფორმა. მემორანდუმი სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტრუქტურის შექმნას გულისხმობს, რომელიც ომუშევართა რეგისტრაციისა და აღრიცხვის საკითხებზე იმუშავებს, ასევე იზრუნებს მათ დასაქმებასა და რეკვალიფიკაციაზე. ინიციატივა განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიებს გაუგზავნეთ ეს მემორანდუმი, ანუ წინადადება თანამშრომლობისკენ, მაგრამ ის პარტიები, ვინც ესე იგი ჩათვალეს საჭიროდ, რაც მიმდინარეობს ახლა კონსულტაციები, ეტაპობრივად მოაწერთ ხელს ყველა პარტიას. ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე მოაწერეთ ხელი სოციალ-დემოკრატებთან და თავისუფალ საქართველოსთან და იმედია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და გაგრძელდება. მივესალმებით ომუშევართა კავშირის მიერ წარმოდგენილ მემორანდუმს, სიამოვნებით მოაწერეთ ხელი, ჩვენ სრულად ვიზიარებთ მას, რომ უმუშევრობა არის უმთავრესი პრობლემა, რომელიც ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს და მოუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ოპოზიციას, რომ ეს მთავარი საკითხი, რომელიც დღეს ჩვენ სოფლიოში აღიარებულია როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ყველა პოლიტიკისა, მემარცხენეები იქნებიან ეს თუ მემარჯვენეები, გაიზიაროთ. ჩვენ შევთანხმდით დღეს ომუშევართა კავშირთან ერთად ეს მემორანდუმი ღია იქნება პოლიტიკური ძალებისათვის, რომ მოხდეს ახალი შრომის კოდექსის ინიციირება საქართველოს პარლამენტში. თქვენით რომ შრომის კოდექსს აკრიტიკებს დღეს ევროკავშირი და როდესაც სააკაშვილი იტყუება, რომ ევროკავშირი გეგმავს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინაპირობა ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ერთ-ერთი წინაპირობა 3-დან ერთ-ერთი არის ახალი შრომის კოდექსი. მორაგბეთა ევროპის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო გათამაშება 6 ერი მე-13 ჯერ დაიწყება. ამ ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ნაკრებიც იღებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მზადებას უკვე დაიწყო. მათ დღეს შევარდენის ბაზაზე ახალ ზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშიც გამართეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 თებერვალს ესპანელთა წინააღმდეგ მადრიდში გამართავს. მილტონ ჰეიგის განცხადებით საქართველოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია და გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს. გასვლითი მატჩი ესპანელთა გარდა 10 მარტს რუმინელებთან გაიმართება, აპრილის დასაწყისში კი უკრაინასთან. უკრაინასთან შეხვედრა ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. ესპანეთის ნაკრები შარშანდელი და წინა წლების თამაშები განვიხილეთ. წელს არ ვიცით რა ფორმაში იქნება ესპანეთის ნაკრები, ვინაიდან ახალი შემადგენლობა ყავთ. ჩვენ ვეცდებით რომ მომზადებულები ჩავიდეთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.